ჩვენს უკან დგას ხალხი, რომელსაც უნდა მშვიდობა და კეთილდღეობა დამოუკიდებელ და გამთლიანებულ საქართველოში უცხოს მადიდებელი მრუდე ქართველების ყოველი სიტყვა და ქმედება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ქართულ ოცნებას შეუძლია და ამ მიზანს ვერავინ და ვერაფერი აგვაცდენს. ქართული ოცნების მიზანი და ქართველი ხალხის სურვილი იცხოვრონ მშვიდობიან, გამთლიანებულ და დამოუკიდებელ საქართველოში გეოპოლიტიკური ქაოსის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მაშინ როცა მსოფლიოში გასულ 10 წლეულებში არსებული საერთაშორისო წესრიგი ირღვევა, ამის ნათელი მაგალითი კი ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებია, მმართველი გუნდის კურსი უცვლელია. გლობალურ პოლიტიკურ შტორმში პრიორიტეტი საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური არასტაბილურობა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს, ამას კი მმართველი გუნდი დიდი ხანია ამბობს. საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანა უცვლელია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართველი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში პოლიტიკური სენტიმენტების და ილუზიების ადგილი არ არის. სახელმწიფო და ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ვერასოდეს იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ეს არის ფუნდამენტური ჭეშმარიტება. საქართველოს მსგავსი მცირე სახელმწიფოებისთვის საერთაშორისო სამართალი ყოველთვის იყო მთავარი იარაღი და ფარი, თუმცა რეალობაა ისიც, რომ მისი ადგილი და გავლენა შეუქცევადად მცირდება. საბოლოოდ დადასტურდა, რასაც ვამბობდით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. იმაში, რაც დღეს ვენესუელაში გაცხადდა და ჩვენთვის ახალი არაფერია, ჩვენ ეს დიდი ხნის წინ დავინახეთ და სწორად შევაფასეთ. სწორედ ეს არის ძველი ერების ისტორიული უპირატესობას. ჩვენ 1000 წლეულების განმავლობაში გაუძველით მსგავს საერთაშორისო წესრიგებს, გამოვიარეთ არაერთი გეოპოლიტიკური კატაკლიზმი და მოვძებნეთ გადარჩენის საკუთარი გზა. სწორედ ამ ცოდნამ შეგვინარჩუნა სახელმწიფოებრიობა მაშინ, როცა სხვები გაქრნენ. დღესაც ჩვენი ამოცანა უცვლელია. დიდი ძალების მიერ ატეხილ შტორმში არ დავაზიანოთ სახელმწიფო და უვნებლად მივიყვანოთ უსაფრთხო ნავსაყუდელში. პარლამენტის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს ქართული ოცნების კურსს, რომელიც ადრეც და ახლაც საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებაა. ეს კი გლობალური მოვლენების დროს ქვეყნის საზიანოდ გარე და შიდა რადიკალური ჯგუფების გააქტიურების ფონზე კაფიოდ ჩანს. მაშინ როცა ხელისუფლების პრაგმატულ პოლიტიკას ქვეყნის გარედან მართული კოლექტიური ნაცმოძრაობა ხან საქართველოს მაიდანიზაციაზე და ხანაც ნეპალიზაციაზე ოცნებობს, ახლა ქვეყანას ვენესუელას სცენარს უსურვებენ. გლობალურ მოვლენებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს ჩვენი საზოგადოებისთვის. ის საბოლოოდ ხსნის ნიღბებს, როგორც ადრე დღესაც ის არის ლუსტრაციის ყველაზე კარგი მაპროვოცირებელი. ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას დაატრულობენ. ეს ის სხვისი დროშის მოტრფიალი ადამიანების ჯგუფია, რომელმაც ხალხის მხარდაჭერის იმედი დაკარგა. გარეთ ძალების იმედს ხავსივით ებღაუჭება და დემოკრატიის ბომბებზე და ლიბერალიზმის რაკეტებზე ოცნებობს. დემოკრატიულად დამარცხებულებს ძალაუფლების მოპოვების მხოლოდ ერთი სცენარია იმედებათ გარეთ ჩარევით და ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლა. ასეთ უსამშობლო მრუდე ქართველებს, ლიპარიტებს, ყორღანაშვილებს, ორჯონიკიძეებს ისტორიამ თავისი სახელი დაარქვა. ჩვენს თანამედროვე უსამშობლოებს კი საზოგადოებამ მიუჩინა კუთვნილი ადგილი. ბოლოს კი შალვა პაპუაშვილი ყურადღებას გეოპოლიტიკურ ქაოსში ევროკავშირის დაკარგულ როლზე ამახვილებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის რომ ბრიუსელი როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს, ეს ვენესუელაში ჩატარებულმა სპეცოპერაციამაც დაადასტურა. ვენესუელაში შეტარებულმა რამდენიმე წუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობს და როგორც ჩანს, ის ასეთად ვეღარასდროს იქცევა. მეტიც აღმოჩნდა, რომ ბრიუსელი როცა დასჭირდება მსოფლიო წესრიგის რღვევით სარგებლის მიღებას და მის სათავისოდ გამოყენებასაც არ მოერიდება. ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოქმედებაც ამის კარგი დასტურია. იანვრის პირველივე დღეებში დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა, რომელიც როგორც ჩანს ჯერ მხოლოდ ძალას იკრებს, უფრო განამტკიცა ჩვენი გეგმა 2026-ში არ გადავუხვიოთ მშვიდობის პოლიტიკას და არ ჩავერიოთ სხვების სცენარებში. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მაშინ როცა საერთაშორისო მასშტაბით განსაკუთრებული ტურბულენტური პროცესები მიმდინარეობს და იცვლება მსოფლიო წესრიგი, საქართველოს ეროვნული ინტერესები ხელისუფლებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. შემდგომი წლები ძალიან ბევრ არსებით
მოვლენებთან გვექნება ჩვენ შეხება, აი ამ რღვევის არაერთ გამოვლინებასთან გვექნება შეხება, მაგრამ თავარი ორიენტირი ჩვენთვის ყველასთვის ეს უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესები და ამ ეროვნული ინტერესებით მოქმედება. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენ აი ამ პროცესების გადალახოს, ისე რომ აი მნიშვნელოვანი ზიანი არ მიიღოს. მას წინ როდესაც განსაკუთრებული ტურბულენტური მოვლენები მიმდინარეობს საერთაშორისო მასშტაბით, როდესაც იცვლება მთელი მსოფლიო წესრიგი, რომელიც ჩამოყალიბებული იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ამ მოვლენებში იმისათვის რომ საქართველოს გადარჩეს, სწორედ პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი და მხოლოდ მოსმენა ქართული ხალხის საჭიროებებზე. შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან ხალხის ძალაშიც. პარტიაში იმედოვნებენ, რომ ვენესუელას სახელმწიფოს მხრიდან სამაჩაბლოსა და აფხაზეთის აღიარება ახალი ხელისუფლების პირობებში გაწვეული იქნება, რაც საქართველოსთვის არაღიარების პოლიტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ხალხის ძალაში ასევე რადიკალური ჯგუფების მხრიდან ქვეყანაში ქაოსის შექმნის მცდელობაზე საუბრობენ. ეკა სეფაშვილის თქმით, ხალხის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ კოლექტიურ ნაცმოძრაობას მუხტის ასაწევად ახლა მხოლოდ ერთი გზა დარჩა. მოახდინონ ისეთი პროცესების რომანტიზება, რაც ვენესუელაში ხდება. არ არის არც ერთი ნორმალური და არც ერთი ცივილური სახელმწიფოს ინტერესში ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი აგენტებიც, ანუ საქართველოში წარმოდგენილი უცხოური ძალის ნების შემსრულებელი ცალკეული პიროვნებები თუ პოლიტიკურ დაჯგუფებად მონათლული სხვადასხვა გაერთიანებები ცდილობენ რომანტიზმის შეძინოს სხვადასხვა ქვეყნებში განვითარებულ რევოლუციურ სცენარებს და ამით ხალხს დაანახონ, რომ ვითომ ეს არის ძალიან კარგი განვითარების მოდელი. თუმცა ეს რა თქმა უნდა ესე არ არის. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე კი საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ამოცანა: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა უცვლელია.